Was it Hungary? რის უფლებასაც ზოგიერთი კოლეგა საკუთარ თავს აძლევს, განსაკუთრებით უნგრეთთან დაკავშირებით, უბრალოდ წარმოუდგენელია. უნგრეთმა ჩადო $100 მილიონი ქართულ პოლიტიკაში. ვინ გაგზავნა ამდენი ფული საქართველოში არჩევნების დროს? არა, ეს არ იყო უნგრეთი. ეს გახლდათ USAID. ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპის დემოკრატიის ფონდი. ჩვენ ეს ყველაფერი ვთქვით, ხოლო თქვენ მხარი დაუჭირეთ ოპოზიციის საპროტესტო აქციებს. ბევრი ევროპელი სპიკერი გამოჩნდა ამ აქციებზე საქართველოს ქუჩებში და შემდეგ გვეუბნებით, რომ დემოკრატიას იცავთ. ეს ყველაფერი სამარცხვინოა. თქვენ უნგრეთს ესხმით თავს. რამდენი ფული გაუგზავნა უნგრეთმა საქართველოს? მითხარით, რამდენი ფული გაუგზავნეთ ჩვენ უნგრელებმა საქართველოს? გეკითხებით თქვენ სოციალისტებო და ლიბერალებო. გთხოვთ თუ მართლა გჯერათ, რომ საქართველოს ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირები სჭირდება. მაშინ იქნებ დაიწყოთ მოლაპარაკებები იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც არჩევნებში გაიმარჯვეს. ევროკავშირი უარს ამბობს საუბარზე მათთან, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ რეალობას. $100 მილიონი იქნა მიმართული საქართველოს პოლიტიკისკენ. უცხოური ჩარევის მაგალითია, როდესაც ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე ჩნდებით. როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურად უჭერთ მხარს, ეს საგარეო ჩარევაა. ეს გახლავთ ინტერვენცია. თუ ნამდვილი პარტნიორობა გსურს, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ არჩეულ მთავრობასთან.